ილამშტებსა ყველას მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მე მაპატიეთ ასეთ ტურბანით რო არ ესე წარმოდგენილი. ეხა ვიბანავე რაღაცა საქმეები მაქვს დღეს საკმაოდ ბევრი საქმეთან და ისე მაქვს დრო გადანაწილებული, იმედია ყველაფერს მოვასწრებ. რაც შეეხება სიახლეს, ზოგმა რა დაწერა, ზოგმა ზურა ჩამოდისო, ზოგმა თქვენ ბრუნდებით საბერძნეთში ესო ისო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაემთხვა მოკლედ ამ სიახლეს. სიახლე ეხებოდა ჩემს სამსახურს. სრულიად მოულოდნელად, ისე რომ არ ველოდებოდი, მე კი არა, მთელი ბაღი არ ელოდებოდა, არც მენეჯერი, არც მეთოდისტი, ანუ საერთოდ წარმოდგენაც კი არ გქონდა დამირეკეს გაერთიანებიდან და თხოვეს, რომ გამოვცხადებულიყავი, განცხადება დამეწერა და თავიდან ისე შევწფუნდი, მეთქი რა ხდება ხომ მშვიდობა. არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, პირიქით ყველა კმაყოფილია, ყველა მადლიერია, ყველა გახარებულია, რომ მე მივედი და რაღაცნაირად ძალიან კარგად მიმიღეს თანამშრომლებმა და აღმოჩნდა, რომ პოზიცია შემიცვალეს, აღმოჩნდა, რომ შემიცვალეს რა ხო რა, ფაქტიურად მასე გამოდის, ანუ გადამიყვანეს სულ სხვა ბაღში. გადამიყვანეს დილის ცვლის აღმზრდელად, აქამდე ვიყავი როგორც დამხმარე პედაგოგი და იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმდენად არ ველოდებოდი, ისე კარგად ვიყავი შეჩვეული ჩემს თანამშრომლებს, ისე კარგად ვგრძნობდი თავს მათთან. განცხადების დაწერის შემდეგ სულ ტირილ-ტირილით დავბრუნდი უკან და არ ვიცი, გეფიცებით ესე თუ შევაყვარებდი ამ ადამიანებს თავს და ესე თუ მიმიღებდნენ და ასე გული თუ დაწყდებოდათ ჩემს წამოსვლაზე, ვერც კი ვიფიქრებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი. და ჩემთვისაც ძალიან ისეთი რთულად მისაღები აღმოჩნდა ეს ყველაფერი, თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან გადავედი დილის ცვლის პედაგოგად და ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს ასევე. არ ვიცი, გეფიცებით. კიდე არა მაქვს გადახარშული ეს ყველაფერი. ისეთ ჯგუფში გადამიყვანეს, რომელშიც შერეული ჯგუფია, ნაწილი არის დამამთავრებელი, ნაწილი არის უფრო დაბალი ასაკის და რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე ისე ამოვარდნილები არიან კალაპოტიდან, არ ვიცი. რაღაცნაირად ესე ისა მაქვს. შიში კი არა მაქვს, უბრალოდ ხვდები, რომ ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდება. ბევრ სამუშაო მექნება, პლუს ამას გამოსაშვებია და პლუს ამას ძალიან მიწურული არის ფაქტიურად. 1-2 კვირაში უკვე გამოსაშვები არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად როგორ მოგვარდება, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ წავედი ახლა, მოვწესრიგდი და გავაგრძელე ჩემთან სიწყნარია სახლში, რადგან გოგოები დარჩნენ ბებოსთან და ბაბუსთან. და მხოლოდ შიტების ჭიკჭიკი ისმის, ახლა ვიბანავეთ, მა უნდა გავიშრო, უნდა წავიდე ბაზარში, ვიყიდო ხილი, ბოსტნეული და რაღაცები კიდევ. მოვიტანო სახლში, მერე წავიდე ჩემებთან, საჭმელი გაკეთებული მაქვს და მინდა რომ გოგოებს ავუტანო, დედაჩემა რო არ იწვალოს საჭმლის გაკეთებისთვის და კიდე ტკბილეული მაქვს საყიდელი და კიდე ქუთაისში საქმე მაქვს ჩემ ძმასთან ერთად. და მინდა ერთი ვინმე რომ გაგაცნოთ, მაგრამ ჩემს უთქვას ეტყობა, რომ ეს აქ იმყოფება. რამდენად სწორად ვაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს რომ უყვართ ძალიან, რა ვქნა. ჯინჯერ. გამარჯობა, ჯინჯერ. აბა შენიც. ჯინჯერ, გამარჯობა. გაეცანი ყველას. ჯინჯერ. მიაუ. ესეთი ველური კატა მყავს მე ოჯახში. ვაი, ვერ დაგიჭირე. მოდი აქერე, მაიმუნო შენ. ჩემი ქსუტუნის ესეთი სუნთქვის
და ჩემი ესეთი ყოფის მიზეზი არის ეს ქალბატონი. ჯინჯერ. გადახტება ეხლა. ეხლა იტყვით მოლი სად არისო? მოლი არის ჩემებთან. წამოვიყვანე მყავდა აქ რამოდენიმე დღე. ყებით აიღო სამეზობლო. რადგან ქალბატონი მიეჩვია ეზოში ყოფნას, ჩვენებთან ყოფნას და ჩაკეტილ სივრცეში ვეღარ ჩერდება და სანამდე ვინმე მიჩივლებდა გადავწყვიტე რომ ისევ ჩემებთან დავაბრუნე, მაინც ჩვენ ხან იქეთ ვართ, ხან აქეთ ვართ, ანუ მოლის ჩვენი ყურადღება არ აკლია და ბავშვებმა კატა გვინდაო და აი ჯინჯერ ქალბატონო გამანადგურებელია ჩვეულებრივ. ქალბატონო, როგორ ახარ? დატასაობს აქ. ესეთ ამბებში ვარ. ესეთ რაღაცებს ბეწვებს მიყრის, მოყრის, რაღაცებს რომ ჩამოყრის იმითი ბრჭყალებით. სად შემბზანდი? ვაიმე, კარადაში შევიდა. ეს არის არანორმალური. გოგო, სად შეხვედი? რომ მხარეს შევიდა. უიმე, კარადაში კი რა აგერ არის. გოგო, ღმერთო, კედელზე მოსიარულე კატაა. ჯინჯერ. გავგიშდები. ჩურჩუტო. წავედი ახლა მივხედე ჩემ თავს. თორე დამაგვიანდება და ვერც ვერაფერს ვერ მოვასწრებ. სათვალეები ორივე დამრჩა სახლში. და ახლა ბაზარში ვიყავი, ვიყიდე მარწყვი, ალუჩა, გარგარი, ბალი, ბანანი და ხელსახვეცები ვიყიდე კიდე. და ეხლა მივალ ჩემებთან, ამ ყველაფერს ჩემებთან დავტოვებთ, გფიქრობ. მეორე სათვალე აქ უნდა მქონდეს რაღაც იძახე და თავის დროზე ამ სათვალეში ფასდაკნებით მაქვს 190 ევრო მინაცემი და ამიმაცემინა ვერ ვიყიდა რამე რეიბანის მაგვარი ან რაღაც რა ვიცი რასაც არ გადის მოდა მოიწვია ხო და სავარაუდოდ ცოტა დაიფხაჭნა წლების შემდეგ ეს არის ბერბერი გამოიყურება ეს ცოტა მიჭერს არ ვიცი ახლა თავი გამეზარდა თუ ეს შევიწროვდა წლების მერე ვერ გეტყვით ჩემი თავის გაზრდის რა გითხრათ ცოტა აი ამაში მიჭერს ძალიან თორე ისე თვითონ რაც არის ძალიან კარგი ფერია ანუ თვალს ასვენებს ხო და ხმაზე იტყვით ახლა მაიკო რატომ გაქვს ესეთი ხმა მღერი ვარ ბაღში მღერი ვარ და მღერი ვარ როგორი კმაყოფილი ვარ ახალი ჯგუფის სრული საგიჟეა სრული საგიჟე სრულიად უმართავი ბავშვები და განადგურებული რესურსი გამოსაშვები ჯგუფი ნაწილი გამოსაშვებია ნაწილი რჩება სცენარი მე დავწერე 2 დღის მისულმა მასწავლებელმა მუსიკის მასწავლებელი არ აკვავს 3 танцую 3 билеты продаю ჩემზეა ნათქვამი ხო და ვარ ეს იმედია მეშველება იმედი მაქვს დიდი იმედი მაქვს მოლი ლოგოლ მიყულებს ჩემი გოგო ხო ვიყავი ამ დილით მოისული ხო გნახე გოგო ხო გნახე ამ დილით გოგო დავედი ახლა დედაჩემთან შევიტან ამეებს და მე წავალ ქუთაისში მოვაღწია სახლამდე როგორც იქნა მამიკომ გუშინ გამიმზადა შავი ღვინო არის უგემრიელესი მამიკოს დაყენებული
აგროჰაბში ვიყიდე ყველის ასორტი. ხო და გადავწყვიტე რომ გავაკეთო ყველის დაფა და ძეხვეულის აღმოვაჩინე ჰუმუსი და წამოვიღე ეს წამოვიღე ბაგეტისთვის წამოვიღე ესე ნივრიანი ბაგეტი გრიცინი ორნაირი ნიგოზი ყველის დაფისთვის ხელსახოცი აღარ მქონდა გოგოებისთვის ტოსტის პური ესეთი ძეხვეულის ნაირსახეობა მორტადელა წამოვიღე ზეთისხილით სალამი ორნაირი სხვადასხვანაირია სალამი მილანო არის და მეორე სალამი რომელი არის ეს ნელად შებოლილი ნელად ვაიმე ნედლად შებოლილი ღმერთო და მწვანილები და ჩეჩილი სულგუნი წამოვიღე კიდე ძალიან მაინტერესებს და სხვათა შორის ჩემმა ძმამ იყიდა ქარხნული ყველი აგროჰაბის პატარა ნაჭერი წამოვიღეთ რომ გაგვესინჯა და აი რაღაც საოცრება იყო დაჭრილი რო იყიდება მშრალ ყველს რომ გავს ანუ გუდის ყველს წააგავს ვიზუალურად რა დღეში ხარ მაგრამ არ არის გუდის ყველი ხო და ძალიან მოგვეწონა ანუ მეც მომეწონა ყველის მიერ ცოტა ესეთი პრეტენზია წამოვიღე ასევე ეკლერების ნაირსახეობა და წამოვიღე კოკა-კოლა, ნაბეღლავი ბორჯომი, წვენი და ეს დიდი კოკა-კოლას ბოთლებში ორსალი არის მამაჩემს გაკეთებული ღვინო. ეკლერები აქვთ უგემრიელესი, აი ძალიან გემრიელი. ალბათანა ჯინჯერ. ვაიმე, რა საყვარელი ხარ? ალერგია რო არ მქონდეს შენზე როგორ მიყვარხარ მაინც მიყვარხარ და რა ვქნა მაინც რომ მიყვარხარ ჩურჩუტა მოვუტანე ჭიის წამალი რწყილების წამალი დავალევინე 520 გრამია მოპუსკნული ჩაგჯმუჯნიასე ჩურჩუტა და ვარ აგერ მიგდებული გავრეცხე ბალი, მარწყვი, ალუჩა და მეგონა რომ გარგარი ვიყიდე. რა იყო სიტყვით გინდა გამო? ხო, მოდი. მეგონა რომ გარგარი ვიყიდე და სავარაუდოდ არ მიყიდია, ან ვიყიდე და იქ დამჭა. აი, რა წესია ეხლა ეს? გადიქეთ. მოვაწესრიგე ეს ყველაფერაც და სარეცხი მქონდა და ეხა მინდა ცოტა ამოვისუნთქო აუ სარეცხი მაქვს ჩასაყრელი გასარეცხი მოვარჩალდე ხო და საწერი მაქვს კიდე ძალიან ბევრი და როდის რა გადავანაწილო რას მეტყვი შენ რას გააკეთებ ცოტა ბალი ვჭამე ეხა მომეწონა ძალიან გემრიელია მაინც წავიდეთ აქ ან და შენ რაო სად მივყავარ ჩემ გვერდს აქეთ არაა და სად მივყავარ ხო არ იცი აი არ მოპორჭნა რა მომწერა წავიკითხო ხო და ეხა სარეცხს ჩამოხსნი ახალ სარეცხს ჩავყრი ხო და მე დავჭდები და რაც საწერი მაქვს იმას დავწერ მიმძინებია კარგა გემრიელად დივანზე წეღან რა გინდა გოგო დარბი ხარ წინ დაუკანა აქ ეს ჩემთან ერთად იწვა ზურგს რო აქცევ მაყურებელს შეიძლება მასე ნახეთ რა საყვარელი იმე ხოდა დედაჩემი მირეკას რაღაცაო სიურპრიზი მაქვს შენთვისო და გამოდიო ევე და დანი იქ არის ჯერჯერობით გუშინს მერე მეთქი რა სიურპრიზი გაქვს და გამოდი ჩქარაო და მივედი და ჩემს მიშვილები დამხვდნენ თბილისიდან ჩამოსულები ისე რომ საერთოდ არ ველოდებოდით და მე ისე გამეხარდა ჩემი რძალი იყო ჩემიც მიშვილები მე აქეთ მოვედით ცოტა ხანი აქ იყვნენ და ჩემი უბრალოდ მიშვილი დემეტრი არის ახლა მამამისთან ერთად სახლში ჩვენთან PlayStation-ს თამაშობენ მე დავიწყე მილაგება, მოლაგება, სუფრის გამზადების პროცედურა.
აქ გავაკეთე ყველის ასორტი. აქ გავაკეთე ყველის ასორტი, ნიგოზი, ზეთისხილი, ძეხვის ასორტი, ზეთისხილი ისე დავდემას ცელოფანი მინდა რომ გადავადო, როგორც ამაზე ეს არის ხალხო, ისეთი გემრიელია აგროჰაბის ეს აჩეჩილი სულგუნი, ნუ რაღაც საოცრება. ეს არის გრიცინი, აქ დავდებ კიდე ნივრიანი ბაგეტი მაქვს. ეს არის ხუმუსი, ესე ამას ვხდება ძალიან. ხო და ნუ ისინი ტკბილეული კი იცით, კიდე რა უნდა დავდო აქ. ხო, იმკეს გავაკეთებ ბაგეტზე სენდვიჩებივით რა და თევზჭიქები გამოვიტანებ, არემ რამდენი იქნებიან არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ჯერ არ შემამხმოვანებიან. რას ვიცინებ რომ არ მოვიდნენ? რა და გუშინ დამირეკა ანიმ და მკითხა, ხო იქნება მაის სახში და მეთქი კი რაზეა ლაპარაკი. დასადები არა მაქვს. ანუ მაქვს ოღონდ ესეთი წვრილი ძალიან ცოტა რო ჩადის შიგნით და ავდექი და ავიღე რა გინდა გოგო? რას გევხარ გოგო? რას გევხარ გოგო? ხო, სხვათა შორის მოლი და ჯინჯერი დაქალობენ. არ აქვს ცუდი ურთიერთობა. ხო და ავიღე ზეთი ძმარი, მარილი შაქარი, პიმპილის დასადები არის ეს და ამაზე დავადე ესე და დროებით რა უჭირს. რა ვიცი რაფერი. რამდენი ხართ? ამტირდები ეხლა. რაცოქვალები ხარ? ბედნიერი ყოფილიყო ჩვენ. ახარ თქვენ გოგოს ნახეთ რა საყვარელია ჩემი ლილიები. გოგოები გავაცილე ეხლა, აი ისე ვისიამოვნეთ, ნუ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნეს, ისეთი კარგი დრო გავატარეთ. აქედანაც უღრმესი მადლობა. რა გინდა გოგო, გოგო, რა გინდა დედა, რანაირები ყოფილა ნესკატები, კაცო. აი მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, აი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ ჩემს ირგვლივ. მადლობა უფასო, ამხელა რა ვიცი. რა გავაკეთე და რა გამიკეთებია ცხოვრებაში ამნაირად გავიძახი, რომ ესე იჩენენ ადამიანები ჩემს მიმართ ყურადღებას. აი ელემენტარული მე რო სამსახურიდან წამოვედი, იმხელა გულისწყეტა წამოვიდა ჩემი ყოფილი თანამშრომლებისგან. იმხელა გულისწყეტა, ისე დღეში იყვნენ, ესე იგი დამუნჯებულები, მაშინაც თქვი რომ აი რა გამიკეთებია ცხოვრებაში ესეთი რომ აი ამ ერთ თვეში ამ ხალხს ესე შევაყვარე თავის არ ვაბუქებ, აი რეალურად რაც იყო, შულებს გეფიცებით, მაგას გეოვნებით და ეხა იმდენად არ ველოდებოდი რომ ესე ორგანიზებულად მოვიდოდნენ, მოგვილოცავდნენ, ვაუჩერი მაჩუქეს დონაკოსი, არ გადავარდე გოგო. დონაკოს და აუცილებლად წავალ და ვიყიდი რამეს მათ სახელზე, რაც არ მაქვს. ისეთ რაღაცას ვიყიდი. ჯინჯერ. ხო და ეხა ველოდები ჩემები მოვლენ. სუფრას შემალამაზებ ცოტა. საკეთებ ჩურჩუტო. ხო. ძალიან ბედნიერი ვარ. ჯინჯერი წამოვიდა. ჯინჯერი წამოვიდა, მამიდა. შენ რას ხატავ? ჩემო მოკარგულო. ჩემი კისკისები. ბად. სად არის ჟუჟუ და? აი მე მოგიტან მერე. შენ იცი მამიდა ჟუჟუ რომელია? არ იცი?